დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე, რომელსაც 23 წყვილი ქრომოსომა აქვს. ზოგჯერ 21 წყვილში მესამე ქრომოსომა ჩნდება. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ვაქცევთ ყურადღებას, რომ ყოველწლიურად წელიწადის მესამე თვეს 21 დღეს ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ. დღეს 21 მარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ დიახ, დღეს სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ და დღეს განსაკუთრებული სათქმელი გვაქვს, იმიტომ რომ დღევანდელი დღე მთლიანად მხარდაჭერას ეძღვნება. და ჩემს მხარდაჭერად არიან ჩემი მეგობრები, მოსულები, თქვენ მათ ძალიან კარგად იცნობთ, მე აუცილებლად უნდა გაგაცნოთ. ნატალია, გიორგი, ტასო, გიორგი მარისთან ერთად დილამშვიდობისა ყველას და სწორედ ისინი არიან დღეს ჩემს მხარდასაჭერად მოსულები. და სიმართლე გითხრათ, ისინი არიან მოსული დღეს საზოგადოების მხარდასაჭერად. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და ვაგრძელებთ ჩვენს მეგობართან ერთად და რაც მთავარია დღევანდელ თემასთან დაკავშირებულ ექიმთან ერთად, რომელიც ძალიან ხშირად არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, უფრო მეტიც ჩვენი გადაცემის სისტემატური სტუმარია ამ თარიღთან დაკავშირებით და იგი წლების მანძილზე მუშაობს ამ პრობლემებზე, არავის უკვეს, როდესაც ჩვენთან ამ თემაზე სასაუბრობთ პედიატრი ქალბატონი ნანა რურუა მობრძანდება. დილამშვიდობისა ქალბატონი. დილამშვიდობის ქალბატონი მარი, დიდი პატივია თქვენთან მეგობრობა ნამდვილად მრავალი წლის განმავლობაში. იგივე შემიძლია ჩვენც მოგვენატრებთ ქალბატონ ნანა და მიუხედავად იმისა, რომ წელს ფართომასშტაბიანი კამპანია საქართველოში არ ტარდება არსებული მოვლენების გამო, ჩვენ თვლით, რომ იმდენად მნიშვნელოვანია წლევანდელი თარიღის სათქმელი მხარდაჭერა, რომ ასეთი ფორმა, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ, მხარდაჭერის გამოხატულებაა და ეს არის სისტემატური მხარდაჭერა. როდესაც საუბრობთ დაუნის სინდრომზე, ახალი თქვენთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც თქვენ გაქვთ, მაგრამ ახალი სათქმელი მედიცინას აქვს რამე ამ მომენტისათვის ჩვენ რადიკალურად ახალი ვიცით გასულ წელთან შედარებით. თუ არის რაღაც, რაც მთავარია იცოდნენ მშობლებმა, გავუზიაროთ მშობლებს ეს გამოცდილება და გაითვალისწინონ შემდეგ ეს მშობლებმა. იცით რა, რადიკალურად ახალი, ვთქვათ, დაუნის სინდრომთან მიმართებაში, მართვასთან მიმართებაში თითქმის არაფერია, მაგრამ გამეორებაც ხომ ცოდნის დედაა, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძველიც ვიცოდეთ, იმიტომ რომ ძველის ბოლომდე შესრულება, ეგრეთ წოდებული ძველი რეკომენდაციების ბოლომდე შესრულება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მართვაში ჯერ კარგად მაინც არ არის დანერგილი. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, ბავშვებს, განსაკუთრებით და ზოგადად ადამიანებს აქვთ განსაზღვრული მოწყვლადი ადგილები და ძალიან მარტივია
მნიშვნელოვანი პრობლემების თავიდან არიდება, თუ გვეცოდინება, როგორ რა თანმიმდევრობით, რა სიხშირით უნდა ვიკლუიოთ მათი ეს მოწყვლადი ადგილები. დამეთანხმებით, რომ მოწყვლადი ადგილები ყველას გვაქვს, არ არის ადამიანი იდეალური ჯანმრთელობის მქონე, უბრალოდ ზოგს სად აქვს ესეთი ადგილი, ზოგს სად. მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი როლი, რომ რეგულარულად, ყოველწლიურად ხდება ამ საკითხის გაშუქება და ხდება ამ საკითხზე აქცენტირება, სწორედ იმიტომ, რომ კიდევ თავიდან შევახსენოთ მშობლებსაც, სამედიცინო საზოგადოებასაც, რომ არსებობს საკმაოდ მარტივად გაწერილი სქემა, როგორ უნდა მოხდეს ასეთი ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობა. და რატო უნდა მოხდეს სამედიცინო მეთვალყურეობა? ხო, ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვალა ასეთი, ამ სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობაც და ცხოვრების ხარისხიც, მას შემდეგ, რაც დაიხვეწა სამედიცინო პროტოკოლები, რაც დაიხვეწა სწორედ იმ კვლევების ჩატარების ხარჯზე, რომელიც გაწერილია ყველა პროტოკოლში, ხო? ასე რომ შეხსენება აი ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალი პროტოკოლი არ გვაქვს, ველოდებოდით ხომ ასეა? ეს არის ნამდვილად პრობლემა, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე არის მინიშნებული მიმდინარე პროტოკოლები უნდა იყოს, რომელიც აქტიური პროტოკოლია. დღეისათვის შეტანილია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების და მოზარდების სამედიცინო პროტოკოლში განახლებები, რომელიც ბოლომდე ძალაში შესული არ არის და ძალიან ვფიქრობ, რომ მადლობა, რა საყვარელი ხარ. აქ დავდო? არა? აჰა. მე მგონი უკან წაღება უნდა ნატალიას. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქტიური პროტოკოლის შემთხვევაში ეს როგორც ვიცით, არის გზამკვლევი ნებისმიერი ექიმისთვის, რომ მართოს სწორედ განახლებული ცოდნის მიხედვით, განახლებული პროტოკოლის მიხედვით ასეთი ბავშვების სამედიცინო მეთვალყურება, ბავშვების და მოზრდილების სამედიცინო მეთვალყურება. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, ძალიან მნიშვნელოვანია თუ დროულად იქნება ძალაში შესული სამედიცინო მართვის პროტოკოლი დაუნის სინდრომთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ მშობლებს ჩვენ გულისხმობთ უზარმაზარ არმიას ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სხვების მაგალითზე საკმაოდ რთული გზა გაიარეს, ამიტომ ვიდრე ჩვენ ამ ბლოკს დავასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ მრავალწლიანი გამოცდილების პედიატრმა კიდევ ერთხელ უთხრათ საზოგადოებას, რა უნდა იცოდეს მთავარი მშობელმა, როდესაც დაუნის სინდრომზე ვსაუბრობთ და რა უნდა იცოდეს საზოგადოება. პირველი ის არის, რაც საზოგადოებამაც და მშობელმაც უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის არავისი ბრალი. დღემდე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებაში კიდევ მიუხედავად ამდენი საუბრისა, ძალიან ფესვგადგმულია მოსაზრება, რომ რომელიმე მხარის ბრალია თუ ბავშვი იბადება დაუნის სინდრომით. მეორე, რომ ნებისმიერი ადამიანი არის უნიკალური და მათი შვილი არის უნიკალური. როგორი ქრომოსომული ნაკრებითაც არ უნდა იბადებოდეს, მათი შვილი არის სხვებისგან განსხვავებული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდებით. ვფიქრობ, რომ მშობელმა უნდა იცოდეს, რომ არასოდეს ბოდიში არ უნდა თქვას თავის შვილზე. ძალიან მწუხვარ ამის თქმა, რომ მიწევს, მაგრამ დღემდე განსაკუთრებით არ არის ეს დასამალი, რომ რაიონებში, ანუ რეგიონებში უფრო დგას ეს პრობლემა, რომ დღემდე რაღაცნაირი უხერხულობა აქვს მოსახლეობას მშობლებს საზოგადოების წინაშე. სრულიად ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად დაუმსახურებლად და შემდეგი რაც მშობელმა უნდა იცოდეს, არ იქნება ცუდი, თუნდაც პოპულარულად რომ იცოდეს პოპულარულ დონეზე, ან თუნდაც პროტოკოლის დონეზეც შეუძლიათ და ძალიან ბევრმა მშობელმა იცის ექიმებზე უკეთ ხანდახან მათი ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული ინფორმაცია აქვთ და იციან პროტოკოლი, იციან დაახლოებით რომელ ასაკში ჭირდებათ მათ შვილს რომელი კვლევა, მე ძალიან ხშირად მიკითხავს მშობლისთვისაც და მათ ზედმიწევნით კარგად იციან. კიდევ რაც უნდა იცოდეს მშობელმა ვფიქრობ და რა ძალიან კარგად გამოსდით ამ ასოციაციის წევრებს, მოგეხსენებათ რომ არის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა ასოციაცია, ერთმანეთის მხარდაჭერა უნდა იცოდნენ და წელს სწორედ ეს დევიზი გასდევს, რომ გავაძლიეროთ მხარდამჭერი სისტემები. მე ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს ჭირდება ამისკენ მოწოდება, ეს არის საზოგადოება.
ამ ბავშვების მშობლებს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ჭირდება ამისკენ მოწოდება, იმიტომ რომ ძალიან მხარდამჭერი ჯგუფები არიან ისედაც ერთმანეთის. ვფიქრობ საზოგადოებისთვის მოწოდება არის, რომ მეტი მხარდამჭერა ჭირდებათ ამ ბავშვებს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა მე არც ველოდებოდი სხვა სიტყვებს თქვენგან და სხვა სიტყვებით ჩვენი საუბრის დასრულებას დღევანდელი თარიღი მხარდაჭერით არის გამორჩეული თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მარტო დღევანდელ დღეს და მარტო წლევანდელ წელს უკავშირდებოდეს ჩვენ საზოგადოებას ჭირდება მაქსიმალური გათვითცნობიერება იმისათვის რომ მეტი მხარდაჭერა გამოხატოს ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა რურუას ჩვენთან სტუმრობისთვის მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის ჩვენ აუცილებლად სწორედ მშობლების მხარდაჭერის თემით გავაგრძელებთ როდესაც საუბრობთ მშობლებზე, მე აუცილებლად უნდა გაგახსენოთ თქვენთვის კარგად ნაცნობი სახელები. ლია, მიკა და ნინო, თამუნა, შუქია და ნათია, რუსუდანი, იგივე ტოტო, სოფიო, ინგა და უამრავი სხვა ქალბატონი, დედები, რომლებმაც ძალიან რთული გზა გაიარეს იმისათვის, რომ საკუთარი შვილებისთვის, მსგავს მდგომარეობაში მყოფი დედებისთვის გამოეხატათ მხარდაჭერა და გაეადვილებინათ გზა. როდესაც ჩვენთან მშობლები მოდიან, ხმამაღლა სასაუბროთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავთ ყველა იმ მშობლის მიმართ, რომელსაც ჯერ ვერ გაუბედავს, ჯერ არ უთქვამს, ჯერ ვერ მიუღია საკუთარი მდგომარეობა. აი, ასეთ შემთხვევაში მხარდაჭერა საზოგადოების აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის თათია კახელიშვილი. თათია, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. როდესაც ჩვენ საუბრობთ მეგობრობაზე, მხარდაჭერაზე, თანადგომაზე, ჩვენ დავთქვათ, რომ ჩვენი გადაცემა ხილული ნაწილის გარდა გულისხმობს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას, კადრს მიღმა, ოჯახურ ურთიერთობას და სწორედ ამისი გაგრძელება თქვენი დღევანდელი სტუმრობა. რა არის ყველაზე რთული? თქვენ როდის გაიგეთ დიაგნოზი? ეს არის ორსულობის დროს მომენტი თუ თქვათ უკვე მშობიარობის შემდეგ? მშობიარობის შემდეგ გავიგე გიოს დიაგნოზი, არ ვიცოდი იქამდე. რო გაჩნდა, მაშინ მომახსენეს, რომ გიოს, სავარაუდოდ ჰქონდა დაუნის სინდრომი. რა არის ყველაზე ძნელი ასე დროს თათია? გულწრფელად გეკითხები, როგორც ქალი ქალს, როგორც დედა დედას, იმისათვის რომ საზოგადოება მას გააცნობიეროს. მიმღებლობა, თვითონ ფაქტის გააზრება, შემდეგ პრობლემასთან გაცნობა, ადაპტაცია და ყოველდღიური რეალობა. რომელია ყველაზე რთული ფაზა? ყველაზე რთული ალბათ პირველ რიგში არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ არაფერი არ მქონდა ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და რო გავიგე ერთადერთი ალბათ რაზეც ვიფიქრე, რომ არ ვიცოდი საერთოდ რა უნდა გამეკეთებინა. თუმცა მიმღებლობა ასე ბევრი დედა თათია. სავარაუდოდ ალბათ დღეს შეიძლება უფრო ნაკლებიც, იმიტომ რომ 9 წლის წინ კიდე უფრო ნაკლები ინფორმაცია იყო, დღეს უფრო მეტია და უმეტესობა მაინც ალბათ უკვე დიაგნოზი იცის ორსულობის პერიოდში და ის რომ მიმღებლობა არ ვიცი, აი პირველივე წამიდან მივიღე ჩემი შვილი, ალბათ ქვეცნობიერით. ეს განცდა არ მქონია, რომ ჩემი შვილი ვერ მიმეღო. უბრალოდ იმის
მქონდა რომ აი რა მექნა იმ მომენტში ეგ არ ვიცოდი. როდესაც დღევანდელ დღეს მხარდაჭერაზე ვსაუბრობ, ჩვენ ყოველთვის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, უბრალოდ დღევანდელი თარიღი წელს 2025 წელს დაუკავშირეს განსაკუთრებით მხარდაჭერას და ასეთ დროს გასაგებია ჩვენ შვილებს სჭირდებათ ჩვენი დედების მხარდაჭერა და ასეთი უპირობო მხარდაჭერა მათ უნდა მიიღონ, მაგრამ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მხარე. მხარდაჭერა ოჯახის, მხარდაჭერა საზოგადოების, მხარდაჭერა სახელმწიფოსი. რა არის გადამწყვეტი, რა აკლიათ დღეს მშობლებს, რა აკლიათ ბავშვებს? აი თქვენ, როდესაც საკუთარ მაგალითს ადევნებთ თვალყურს, როდესაც თქვენს გვერდით უამრავი მეგობრის, მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახის მაგალითს ადევნებთ თვალყურს. პირველ რიგში ვიტყოდი რომ მაინც ალბათ მნიშვნელოვანი და მთავარი არის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რადგან სერვისები არ არის ჩემი აზრით ხელმისაწვდომი, არც გვაქვს ისეთი ბევრი სერვისი, მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა პირველში სახელმწიფოსგან იყოს მხარდაჭერა და უფრო მეტი სერვისი იყოს, უფრო მეტი არ ვიცი რაღაც ალბათ სივრცეები იყოს. მშობლის მხარდაჭერა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისაც და საზოგადოებამ მე ვფიქრობ რომ მხარს დაგუჭერს მხოლოდ მაშინ თუ ჩვენ მშობლები და ოჯახის წევრები მივიღებთ ჩვენ შვილებს ზუსტად ისეთებს როგორებიც არიან. თქვენ ახსენეთ მხარდამჭერი სერვისები. გულისხმობთ იმას, რომ გარკვეულ ასაკში უფრო მეტი ასეთი სერვისია საჭირო თუ საერთოდ არ არის სერვისი და გჭირდება ასეთი სერვისები რა თქმა უნდა არის. ყოველ შემთხვევაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის არის ადრეული განვითარების სერვისი, რომელიც თუმცა შემდეგ ეტაპზე 7 წლამდე არის. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ეს ხანგრძლივობა აი რაღაცნაირად არ ჯდება რეალობაში. 7 წლის მერე არაფერი აღარ არის. ანუ მშობელმა თავისი რესურსით უნდა შეძლოს რომ მისი შვილი განავითაროს, არ ვიცი რაღაცა გაუკეთოს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ეს სერვისი არ არის საკმარისი. ალბათ რაოდენობაც საათებიც არ არის საკმარისი, თორე რაღაცნაირად რო იყოს მოწესრიგებული უფრო უკეთესად, თავისთავად უკეთესი იქნებოდა. ხადია, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მადლობა თქვენი მხარდაჭერა ამ ფორმით გამოხატეთ და მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები სტუდიაში და მე ისინი უკვე გავაცანი ჩვენს მაყურებელს, თუმცა მაყურებელი მათ იცნობს სხვადასხვა სიუჟეტიდან, რომელსაც ქრისტიშანა ვამზადებდა ხოლმე წლების მანძილზე და შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ დღევანდელ დღეს ვის უცხადებთ მხარდაჭერას, ყველა პატარას, ვისაც ამგვარ დიაგნოზს უსვამენ, ყველა მშობელს, ვისაც პირველად ატყობინებენ ამის შესახებ, ყველა ოჯახს, რომელმაც ეს გზა უნდა გაიაროს და რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი საზოგადოების სახელმწიფოს მხარდაჭერის წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ამ ფრაზების იმედად დავრჩებით. დიახ, ჩვენი გადაცემა ყოველთვის უცხადებდა მხარდაჭერას ამ მშობლებს და ყოველთვის იმ დედების გვერდით იდგა, რომელთაც მსგავსი პრობლემების წინაშე პირისპირ დარჩენა უწევდათ და რომელთან გამკლავებად მათი ყოველდღიური ცხოვრება იყოს. თუმცა მე ვისურვებდი, რომ მთელი საზოგადოება და ქვეყანა იყოს მზად იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს ამ ადამიანებს. მე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.